ევროკავშირი მზად არის შემდგომი ნაბიჯების გადადგმისთვის პასუხისმგებლობა ძალადობაზე პასუხისმგებელ პირებს დაეკისროს. ამის შესახებ გამოცემა ევროსკოპისთვის ევროკავშირის პრესსპიკერის მიერ გაგზავნილ წერილშია ნათქვამი. ევროსკოპმა პრესსამსახურს გაუგზავნა შეკითხვა, რას გულისხმობდა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი, როდესაც თქვა, რომ შესაძლოა იყოს დრო თბილისში ხელისუფლებასთან ხელახალი ჩართულობის. საპასუხო წერილში ნათქვამია, რომ ხელისუფლების ქმედებების არსებული კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და დე-ფაქტო მიყავს ინტეგრაციის პროცესის შეჩერებისკენ. წერილის თანახმად ამ ფონზე ევროკავშირმა შეამცირა პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც მიმართულია არსებული მდგომარეობიდან გამოსავლის მოძებნისკენ. ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს ხელისუფლებისთვის პირდაპირ დახმარება, რომლის ოდენობაც 120 მილიონ ევროს აღემატება. ასევე შეჩერებულია 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი 2024 წლისთვის ევროპის მშვიდობის მხარდაჭერის ინსტრუმენტის მეშვეობით. არ უგეგმავთ რაიმე სახის მხარდაჭერის ღონისძიების გატარებას 2025 წელს. ევროკავშირი აძლიერებს მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ. სრული 15 მილიონი евро გამოიყო სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად უკვე არსებული და დაგეგმილი პროგრამების გარდა, რაც ნიშნავს, რომ სამჯერ იზრდება დაფინანსება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის. ევროკავშირი მზად არის შემდგომი ნაბიჯების გადადგმისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროს იმ პირებს, რომლებიც ძალადობაზე არიან პასუხისმგებელნი. მოუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას აქტიურად ეძებოს მიმდინარე კრიზისიდან გამოსავალი, აღადგინოს ნდობა და დიალოგი, რომელიც დაფუძნებული იქნება ნდობის გამტკიცების კონკრეტულ ნაბიჯებზე. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს რეალური და შეუქცევადი ერთგულება ევროკავშირის გზაზე დაბრუნების მიმართ. ეს საჭიროებს ძალადობის შეწყვეტას მოქალაქეების წინააღმდეგ, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლებას, რეპრესიული კანონების შეჩერებას, ვენეციის კომისიასთან კონსულტაციას და შინაარსიან დიალოგში ჩართვას სამოქალაქო საზოგადოებასა და ყველა პოლიტიკურ აქტორთან არსებული კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად. 29 აპრილს გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა რადიო თავისუფლების ევროპის საკითხების რედაქტორთან რიკარდ დიოზვიაკთან ინტერვიუში განაცხადა, რომ გაერთიანება არ გამორიცხავს საქართველოსთან სავაჭრო შეთანხმებისა და ვიზა ლიბერალიზაციის გადახედვას, თუმცა მისი თქმით, ამ უკანასკნელით ქართველი მოსახლეობის უმრავლესობა დაზარალდება. ჟურნალისტის კითხვაზე განიხილავს თუ არა ევროკავშირის საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებების ხელახლა დაწყებას და მაღალი დონის კონტაქტების განახლებას, მარტა კოსი პასუხობს, რომ არ გამორიცხავს, თუმცა საუბრისთვის უნდა იცოდნენ, რის შეთავაზება შეუძლიათ და რაზეა მეორე მხარე წამსვლელი.